პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით საქართველოში უკვე 700 მოქალაქე მისარგებლა იმ პირებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა დროს მათი პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები გააყალბეს. ამნისტია ივლისში გამოცხადა. ის 2012 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში. თეიკო ანჯაფარიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. თეიკო, რაზე მოდის გაყალბების ყველაზე გავრცელებული შემთხვევები? სახელის, გვარის, დაბადების თარიღის შეცვლა ეს არის ყველაზე გავრცელებული გაყალბების ფაქტები. ამნისტია 2 თვის წინ გამოცხადდა, თუმცა უკვე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში 700-მდე განაცხადი შევიდა. აქედან 20 უცხოეთში მცხოვრება საქართველოს მოქალაქეებმა ონლაინ რეჟიმში შეავსეს. ამნისტია ეხება ყველა იმ პირს, ვინც გაყალბების ფაქტი 2007 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა. ასევე ამნისტია ვრცელდება იმ დოკუმენტებზე, რომელიც ამ გაყალბების შემდეგ იქნა გაცემული. შეიძლება ძალიან ხშირად ხდებოდა გაყალბებები სპორტულ შეჯიბრებაში სამსახურისგან თავის ამნისტია ეხება არა მხოლოდ 2007 წლის 1 იანვრამდე გაცემულ დოკუმენტებს, არამედ 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემულ დოკუმენტებსაც, მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როდესაც აღნიშნული დოკუმენტები გაცემულ იქნა 2007 წლის 1 იანვრამდე გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები დოკუმენტებთან დაკავშირებით, მოვიდნენ ჩვენს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებში, გააკეთონ განაცხადი ამნისტიის მოთხოვნით და მათ ყოველგვარი საფასურისა და რაც თავარია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე შეუსწორდებათ პირადი მონაცემები. პირადი მონაცემების გაყალბება ძირითადად პირადი მოტივებით ხდებოდა და ამნისტიით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ ადამიანს, ვისაც სხვა ტიპის დანაშაული არ აქვს ჩადენილი. სამოქალაქო რეესტრში აცხადებენ, რომ ასეთმა ადამიანებმა მათ უნდა მიმართონ 2012 წლის დეკემბრამდე, თუ მათ არ ისარგებლეს ამნისტიით, მაშინ 2012 წლის დეკემბრის შემდეგ მათზე უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მადლობა თეიკო, ეს იყო თეიკო ანჯაფარიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდებოდა.